გულახდილად გეტყვით, მე არ ვიცი ვინ იყო სკოლაში ირაკლი კობახიძის ქართულის მასწავლებელი. მაგრამ თუ ეს ქალბატონი ან ბატონი ცოცხალია, მინდა ვთხოვო მას მიუმართო, რომ დამიკავშირდეს ან მე დავუკავშირდები, როგორღაც მომაწოდოს, სულაც არ მეთაგილება, მე დავუკავშირდები და ვთხოვო შეხვედრა მინდა, რათა ერთად წავიდეთ ქართულის მასწავლებელი ირაკლი კობახიძისა და მე, ასე მაგალითად მზექალა შანიძესთან და ერთად ვთხოვოთ ქალბატონ მზექალას, რომელიც მაღალი ალბათობით მისთვისაც ავტორიტეტი არის, რა სხვაობაა სიტყვებს შორის, სიტყვა დარბევა და სიტყვა დაშლას შორის. მე არ ვიცი ვინ იყო სკოლაში ირაკლი კობახიძის ხსენებული, ირაკლი კობახიძის ისტორიის მასწავლებელი, ბატონი თუ ქალბატონი, თუ ის ცოცხალია, სთხოვეთ მას, რომ დამიკავშირდეს, ან არ მეთაკილება, მე დავუკავშირდები, როგორღაც მომაწოდონ მისი ტელეფონის ნომერი, გავუვლი და ერთად წავიდეთ რომელიმე თუნდაც ხელისუფლების მომხრე ისტორიკოსებთან, ასეთებიც არიან, არ ვიცი, მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვარებსაც გავიხსენებთ, უგნებავთ და შესაძლოა სხვა რომელიმე სივრცეში და ვკითხოთ და იქნება ისტორიკოსებს განვამარტებინოთ, ხო, რა სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის, იქნება ისტორიკოსის ჩართვა არის აუცილებელი, ისტორიკოსმა რომელიმე თუნდაც ხელისუფლების მომხრემ გვითხრას, რომ ასე მაგალითად 99 წლის აპრილში იყო არა დაშლა მიტინგისა 4-დან 9 აპრილამდე, რომელიც მიმდინარეობდა, არამედ სისხლიანი, სწორედაც რომ დარბევა და არა ჩვეულებრივი დაშლა, არა ჩვეულებრივი საპოლიციო თუ სახელისუფლო ქმედება, აპრილზე გელაპარაკებით 99 წლისა, 36 წლის წინანდელ ამბავზე, არამედ იყო სწორედაც რომ სისხლიანი დარბევა და იქნება იმ ისტორიკოსმა ამ გასული წლის მოვლენებზე თან დაკავშირებით უახსენოს საკუთარი კომპეტენტური აზრით, უგნებავთ გავუაროთ ბატონ კობახიძეს, მე უკვე ერთად პროფესორმა რომელიმე სახელისუფლო პროფესორმა, ისტორიის მასწავლებელმა და მე გავუაროთ ბატონ კობახიძეს, მასწავლებელს კი მიიღებს მაღალი ალბათობით, მე შემოვლი ერთ-ორ კითხვასაც დაუსვამ ამ ბანდიტ კაცს და ავუხსნათ. მე ქალბატონი მზექალა და ქართულის მასწავლებელი, მე ისტორიის მასწავლებელი და რა ვიცი, ბატონი როინ მეტრეველი თუნდაც მაგალითად, ბატონ როინ მეტრეველთან ურთიერთობაზეც კი თანახმა ვარ მე, იქნება ბატონმა როინმა, ამ კომუნისტ ყოფილმა კაცმა, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, რომელიც ერთი ხანობა შეიძლება ცეკას მდივანიც კი, პირველი მდივანიც კი გამხდარიყო, იყო ეს პერსპექტივაც ჰქონდა მას, იქნება მან აუხსნას ბატონ კობახიძეს, მოკლედ ვისთანაც გინდათ, სადაც გინდათ, რომელ ტატამზეც გინდათ, მაინც და მაინც პირდაპირ მნიშვნელობით ხა გენო პეტრიაშვილთან ტატამზე ნუ გამიყვანთ და რომელ ტატამზეც გინდათ, რომელ ასპარეზზეც გინდათ, იქ ავიდეთ და ვისაუბროთ. ამ ყველაფერს კი ვიხსენებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს და ეხლა გაჩვენებთ უთქვამს და წინა ვიდეო ბლოგშიც ვახსენე ეს, შემდეგი რამ, არავითარი დარბევები არ ყოფილა, ეს არის ტყუილიო, ანუ გასულ წელს რაც მოხდა დარბევა არ ყოფილაო, ამბობს. მე მოურიდებლად ვუწოდებ ხოლმე მასაც და არა მხოლოდ მას შეშლილს და ეს შეშლილი კაცის. საბოლოო ჯამში მე ამაზე არ მინდა საუბარი, ამ პერსონაზე და ამ თემაზე არ მინდა საუბარი, მე უფრო მინდა გულახდილად გეტყვით საუბარი ერთ უფრო საინტერესო, ჩემი აზრით უფრო საინტერესო თემაზე, ვიდრე ირაკლი კობახიძის ქართულის ცოდნა ან მსოფლმხედველობა ან თვალსაჩინია. მე მინდა ერთ საინტერესო იმ თემაზე საუბარი, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების კიდევ ერთი ბანდიტი წარმომადგენელი შალვა, ინდოეთიდან დაბრუნებული შალვა პაპუაშვილი, კიდევ ერთ ანტიდასავლურ გზავნილს გვაცნობს და ამბობს ამგვარ რამეს, ნატოს ღია კარი ემსგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოსო და სხვა განცხადებაც ჰქონდა ბატონ პაპუაშვილს, თუ გნებავთ ჩავხედოთ მის გვერდს, თუ ყავს ფრენდებში, არ ყავს მონებრივია, მაგრამ თუ დაბლოკილი არ ყავარ, ქართულად იქნება ალბათ პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილი 40 ციფრენდი ყოლია საერთო რა უბედურებაა. აგისახელოთ. არ დაგისახელებთ. ხო, არა, 2004 ამ გვერდს 2014 წლის შემდეგ განახლება არა აქვს და ხო, იმას ამბობს პაპუაშვილი, ის უთქვამს, რომ აი ეს არის თუ არ ვცდები. ნახეთ, საინტერესოა. საქართველოს ნატოში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა. ალიანსის 7-8 ქვეყანას ჯობი ვართ ინსტიტუციური განვითარებით ბურთი ნატოს მოედანზეა და აქვე ამ სკრინში, ამ კარტში არ ჩანს. აქვე ამბობს, რომ ორ პირში ვდგავართო ახლა ჩვენო და გავცივდებითო და შესაბამისად ამ ორ იგულისხმება, რომ ამ ორ პირიდან უნდა გამოვიდეთ, აბა რა უნდა ვქნათ, რამდენადაც ჩვენ არ გვიღებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მოდი მოვყვეთ ერთი ისტორია. 2000-იანი წლების დასაწყისში ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ბევრს არ უყვარს და შესაძლოა სამართლიანადაც, პრაღის ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ ჩვენს ვაკაპუნებთ ნატოს გარს. და ჩვენს გვინდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. რამდენადაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს იყო და დღემდე არის და იქნება კიდეც. თუ რამ უკეთესი არ მოიფიქრა კაცობრიობამ, ერთადერთი ქოლგაფარი, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან დაგვიცავს. გამოხდა დაახლოებით კი არა ზუსტად 6 წელიწადი 2008 წელს საქართველოს უკრაინასთან ერთად ბუქარესტის სამიტზე მიიღო უნიკალური ჩანაწერი, აპრილის თვეა ეს, რომ საქართველოს ხშირად უნებენ ხოლმე ამბობენ, რომ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ასე არ იყო თქმული დეკლარაციაში. დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. უკრაინამ სხვადასხვა ეს გზა იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში მალევე უარყო, მალევე უკუაგდო და პრაქტიკულად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს მიუბრუნდა, არასწორი სიტყვა, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი შეიძინა. თუმცა უკვე შემდგომ წლებში პოროშენკოს მმართველობისას და ზელენსკის მმართველობისას უკრაინა ისევ მიუბრუნდა საკუთარ ამ სტრატეგიას ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გულახდილებით თუ ვიქნებით, ახლა მართლაც გვარიერად მორღვეული ან შესუსტებულია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ანუ ნატო, ახლა კი არა, კარგახანია განიცდის, არის რუსული ჰიბრიდული შეტევების სუბიექტი თუ ობიექტი და რუსეთს ბევრი რამ გაზდის, რუსეთი სულ მუდმივად ცდის ნატოს ეგრეთ წოდებულ ვაშინგტონის დეკლარაციის ეგრეთ წოდებულ მეხუთე მუხტს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას, აი საი მუშკეტერებისაც წაუკითხავს და უმრავლესობა ცხადია ასეთია და მოგირვალთ იმისა, ვის აძლევს ხმას, ყველა ერთისათვის პრინციპს რუსეთი მუდმივად ეჭქვეშ აყენებს და გამოცდას უწყობს. ვაღიარებ მე ამას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო ამ გამოცდას ხშირ შემთხვევაში ვერ აბარებს, ესეც ღიად უნდა ვთქვათ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე თუ გათვალისწინებით თუ კონტექსტში. დიახ, უკრაინა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც კი ჰიბრიდული ოპერაციებით რუსეთი, ანუ არაკონვენციური ოპერაციებით, მაგრამ ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებით რუსეთი ხშირად უტევს ბალტიის სახელმწიფოებს აღმოსავლეთ ფლანგზე განსაკუთრებით პოლონეთს და დასავლეთ ფლანგზეც კი, ანუ ძირძველ ნატოსაც არც თუ იშვიათად მაინც ასე ვიტყვი აწუხებს და ნატო ჯერჯერობით ვერ პასუხობს, ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ საფრთხეებს, რომლებიც მას ექმნება სწორედ რუსეთის ფედერაციიდან. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩვენთვის იყო და არის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი. 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საყრდენი არის ის, რომ იმავე წლის იანვრის თვეში, ანუ ეს აპრილში მოხდა და 4 თვით ადრე, იანვრის 5-ში საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საქართველოს სამომრჩეველთა რეფერენდუმზე მისულთა 77-მა თუ არ მეშლება და არ მეშლება პროცენტმა თქვა, რომ ჩვენ გსურს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, იმ პირებმაც კი, რომლებიც ერთგვარად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი საქართველოსა და უკრაინის მიღებასთან მიმართებაში, ან არიან დღემდე განწყობილნი, ეს წინ განსაკუთრებით
ევროპის ცალკეული სახელმწიფოების წინა ხელისუფლებებს უფრო ეხება და არა დღევანდელებს, მაგრამ ამაზე თუ მოვახერხებთ საუბარი ვისაუბროთ და თუ არა აქვს ეხლა ამ კონტექსტში ამას მნიშვნელობა. იმათმაც კი განაცხადეს, რომ რაღაცა ასეა საქართველოს იმსახურებს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და სამწუხაროდ აპრილის თვეში ჩვენ არ მოგვეცა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ეგრეთ წოდებული MEP, Membership Action Plan. გადაიდო ამ მეპის მოცემა დაახლოებით კი არა, ასე იყო ნავარაუდები, რომ დეკემბრის თვისთვის, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა მინისტრებსაც აქვთ მეპის მოცემის გაღების მოცემის უფლებამოსილება, მაგრამ იცით თქვენ, რომ აგვისტოს თვეში რუსეთმა დაატრიალა, იმავე წლის აგვისტოს თვეში, რუსეთმა დაატრიალა ის, რაც დაატრიალა და ამით პრაქტიკულად შეაჩერა საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ეგ კი არა, ჩვენ გარკვეული პერიოდის 2013 წლამდე იარაღის შესყიდვაზეც კი ჰქონდა ემბარგო დაწესებული, იმიტომ რომ იმ ხანად ესეთი იყო დასავლეთი, როგორც იყო სამწუხარო ამბავია ეს, ეგ კი არა 2009 წლის მარტის თვეში ობამას ადმინისტრაციამ რეზეტ რესტარტის პოლიტიკაც კი გამოაცხადა საბჭოთა კი არა, უკაცრავად პოსტსაბჭოთა პუტინიზმთან, როგორც უკვე შემდგომ გამოჩნდება ბოროტების მთავარ ღერძთან მსოფლიოში, შემდგომაც გამოჩნდება, თუმცა მანამდეც რასაკვირველია ჩანდა და არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში. საქართველოს განაგრძო და უარი არ თქვა განაგრძო მოძრაობა ნატოს მიმართულებით და პრაქტიკულად ყველა იმ საერთაშორისო მისიაში, რომელიც საერთაშორისო იყო კვლავ მეორე ნატოს ეგიდით მიმდინარეობდა, საქართველოს უზარმაზარი როლი და წვლილი შეიტანა. პაპუაშვილის კი არა, თუ არ ვცდები კი არა, ნამდვილად პაპუაშვილის განცხადება, რომ ჩვენ მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა არის აბსოლუტური ტყუილი, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა იმ ომებში, მაგალითად ავღანეთის ოპერაციებში, რომ და ეს იმ ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენი გარდაულა აუცილებელი იყო ჩვენი უსაფრთხოებისათვის, ამიტომაც საქართველოს შეიარაღებული ძალები, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ეთანადებოდა თუ ესადაგებოდა თუ მოწყობილი იყო საერთაშორისო ნატოს დონეზეც კი იყო და ეს აღიარებული ამბავი. 2013 წელს ნატოს უელსის სამიტი, 2015 წელს ნატოს ვარშავის სამიტი და სხვა სამიტები სულ მუდმივად დადასტურებდა საქართველოს პროგრესს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მე მესმის რომ 2022 წლის 24 თებერვალმა ბევრი რამ არია, მაგრამ ჩვენ წინ მივდიოდით და თავსებადი იყო ჩვენი შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებთან, ჩვენ ნელ-ნელა მოდერნიზდებოდით, როგორც ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფოს მსგავს სახელმწიფოთ ვიქნებოდით, თავდაცვა და უსაფრთხოების კუთხით, რასაკვირველია, ბევრ რამეში ჩამორჩებოდით და ახლა მით უფრო ჩამორჩებით, მაგრამ მაინც მათ შორის შეიარაღების კუთხითაც ჩამორჩებოდით, ეგრე მაგის პასუხია და 2013-დან 14-დან ჩვენ იარაღზე ემბარგო აგვეხსნა, სხვა საქმეა რომ თავდაცვის უწყება პრაქტიკულად ყველა მინისტრის, მათ შორის პირველ ყოვლისა ცხადია ცუდი მინისტრების პირობებში, არასოდეს არ აქცევდა ყურადღებას არც ეროვნული წარმოების არსებისად განვითარებას, ახალი ხელისუფლების ოცნების ხელისუფლებას გულისხმობ და არც იარაღის შესყიდვას ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკის, ან ეგრეთ წოდებული პოლიტიკის წყალობით თუ გამოისობით. 2022 წლიდან ნატოს კვლავ ვიმეორებ, რომ აქვს სერიოზული გამოცდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო როგორც ალიანსი არ გაფართოვდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ამის სათანადო მომენტი დადგება და ეს მომენტი აუცილებლად დადგება, ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ გავხდებით, დამოუკიდებლად იმისა, დღეს რა პოზიცია აქვს კონიუნქტურიდან გამომდინარე შეერთებულ შტატებს. ეგრე მაგის პასუხია და ასე ცალსახად გაწერილი არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში არ აქვს არავის, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის, მოდი ასე ვიტყვი, აღარ შეიძლება, არ მოხდება. იმიტომ რომ დასავლეთში შესანიშნავად ხვდებიან, რომ ნატოს გაფართოება პრინციპულად მნიშვნელოვანია პირველ ყოვლისა რუსეთის შეკავების თვალსაზრისით. მე მესმის, რომ ბევრი ჩვენგანი ახლა ამბობს, რომ ეგ კი არა მაპიც კი ვერ გამოიმეტა საქართველოსთვის, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსმაო, მაგრამ
რომ ვიცოდეთ მაინც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრინც მანამ სანამ უკეთესი ალიანსი არ შექმნილა, რაც არ არის სხვა შორის გამორიცხული, ჩვენთვის უკეთესი ალიანსი არ შექმნილა, მანამდე ჩვენ გვაქვს სწორედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა. რომ ვიცოდეთ მაინც აქვე ვიტყვი რომ დასავლეთშიც წინა მთავრობების არ იყოს, დასავლეთშიც მთავრობები იცვლება და თუ ერთ რომელიმე ადმინისტრაციას თუნდაც სკეპტიკულად განწყობილს ნატოს გაფართოების მიმართ ახლა აქვს შედარებით ცოტა ისეთი მოზომილი პოლიტიკა თუ მოზომილი სტრატეგია ნატოს გაფართოების თემასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის აგრესიულობისა და გამო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე მაგალითად შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაცია ისეთივე სკეპტიკულად განწყობილი იქნება ალიანსის გაფართოების თემასთან დაკავშირებით. რომ ვიცოდეთ მაინც საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში როგორც ერთიან უსაფრთხოების კოლგის ქვეშ მოქცევა, არამედ რასაკვირველია მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, დაწყება გაფართოებას. არსებობს მსოფლიოში რამდენიმე ათეული ქვეყანა, ათეული შესაძლოა ბევრია, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც სულაც არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ ამერიკის უსაფრთხოების სისტემის ნაწილია. ამერიკა მათ იცავს უშუალოდ მათ ტერიტორიაზე. თუმცა ჩვენ ერთი პლუსი გვაქვს, თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელსაც უნდა შავ ზღვაზე ფრიად გამაგრება, მომაგრება, გამძლავრება და რუსეთის ინტერესების მნიშვნელოვნად შემცირება, შეზღუდვა და ამავდროულად თურქეთი არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, თუ მართებულად ვიქნები გაგებული, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩავებათ თურქეთს როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, რომელიც მუდმივად სხვათა შორის აფიქსირებს იმას, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. აქვე ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს თურქეთში აქვს განთავსებული სამხედრო ბაზები და არც თუ დიდი ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მე გეტყვით, იყო საუბარი საქართველოში ინჯერლიკის ბაზის ერთი ქვეკომპონენტის გახსნის თაობაზე, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი იქნებოდა. თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი, სხვაგვარად ავხსნი, თურქეთი რომ ყოფილიყო ევროკავშირში, ან რომ იყოს ევროკავშირის წევრი, ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია ბევრად იოლი იქნებოდა, ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი იქნებოდა იოლი, მაგრამ მაინც. ეს ყველაფერი კი გიამბეთ იმისთვის, რომ ავხსნა, თუ ჩვენ გამაგიხსნათ შემდეგი რამ. თუ ჩვენ ეგრეთ წოდებული ამ ორპირი ქარიდან გამოვედით, ჩვენ ამ წმინდა ადგილს, რუსული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, свято место пустым не бывает, ამ წმინდა ადგილს დაეპატრონებიან ეშმაკები. წმინდა ადგილზე ეშმაკების დაპატრონება, ეშმაკების შემოსვლა წმინდა ადგილში ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით რუსების შემოსვლას და თქმას იმისა, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს და საქართველო თუ ნეიტრალური სახელმწიფო იქნება, მის მიმართ ინტერესი ბუნებრივია არ ექნება არც ერთ ალიანსს თუ არც ერთ კავშირს. ვინმე მეტყვის, რომ მოლდოვა ხო ნეიტრალური სახელმწიფოა, მე მინდა მოგზალებით შეგახსენოთ, რომ მოლდოვას მეზობელი და პატრონია რუმინეთი, უკრაინაზე არც არაფერს აღარ ვიტყვი. რუმინეთი პრაქტიკულად ერთი ხალხია, მეთქი ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, ერთნაირი სახელმწიფო ინსტიტუციები აქვს და მოლდოვა ჩაბმული ხავს რუმინეთს და მიათრებს მინიმუმ ევრო მიხავს მინიმუმ ევროკავშირისაგან. ჩვენ ასეთი ლობისტი თუ ლოკომოტივი ქვეყანა ჩვენ და სამწუხაროდ ამ ხელისუფლების გამოისობით არ გვყავს. კიდევ რისი თქმა შეიძლება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თაობაზე ვისაუბრე, ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მიუხედავად წველი სურვილისა, რომ როგორმე დაამთავროს ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ეს იოლად არ გამოუვა. თუ გახსოვთ, მეც ვიყავი მათ შორის ერთ-ერთი თანაავტორი მოსაზრებისა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას წოდებული ბანდა მომავალი წლის მაისში, ოღონდაც კი ეს კრიზისები გადააგოროს, ჩანიშნავს საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებს იმისათვის, რომ 114-115 დეპუტატი გაათრიოს მომავალ სათავისო პარლამენტში, რომელშიც გახარია და იაგო ხვიჩი გახარია, იაგო ხვიჩია მიიღებენ მონაწილეობას, ცხადია, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ მიიღებენ, ამიტომაც მიიღებს ქართული რუსული ოცნება 114-115 ხმას დაბალი ლეგიტიმაციის სასაკვირველია, მაგრამ მაინც ანუ არც არავინ არ აღიარებს იმ არჩევნებს, მაგრამ მაინც და შეცვლის აპირებს რომ შეცვალოს კონსტიტუცია, მანამდე შეიძლება მან ჩაატაროს რეფერენდუმი მანამდე თუ პარალელურად და რეფერენდუმზე მისულ საზოგადოებას ათქმევინოს და ამასაც ემსახურება ბანდიტი შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება, ათქმევინოს საზოგადოებას, რომ
რომ ჩვენ არ გვინდა ნატოში გაწევრიანება, ნამდვილადაც ნატო ესე პირდაპირ ვილაპარაკოთ, ნატო არ გვიცავს, ნატო არის ცუდი ის ორგანიზაცია, ნატო აგე უკრაინაშიც არ შევიდა და ასე შემდეგ. ნატო უკრაინაში არ შევიდა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ნატოს წევრი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო მეთქი ასე ვიტყვი, ინდივიდუალურ რეჟიმში იცავს უკრაინის უსაფრთხოებას, ეს დაცვა რომ არ ყოფილიყო დასავლეთის მხრიდან, უკრაინა როგორც სახელმწიფო, აქვე უნდა ღიად თქვათ, აღარ იარსებებდა, რის სურვილიც რასაკვირველია პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა იმ თავითვე, ანუ 2022 წლიდან ნატო, მათ შორის ნატოს უმძლავრესი სახელმწიფო და ეს უნდა ვაღიაროთ, რასაკვირველია, რომ შეერთებული შტატები უმძლავრესი სახელმწიფოა, ნატოს უმძლავრესი სახელმწიფო და ასე შემდეგ, ისინი იყვნენ და არიან უკრაინის მცველები და უკრაინის დამცველები და ასე შემდეგ. ეს ბარემ რო ვიცოდეთ და ბოლო ინფორმაცია, თუ ამას ინფორმაცია ჰქვია, ხო, პრინციპში ამას არ აქვს ასეთი არსებითი მნიშვნელობა, ჩასქროლვისას დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენგანს, ეს არის გენო პეტრიაშვილი, ეს არის ყველას აქვს წინასწარი, ხო, ეს არის საერთაშორისო დეკლარაციიდან ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენის ნებართვით ჩავხედოთ იმედს, რომელიც კვებავს ჩვენ უცნაურესი განცხადებებით. ეს არის კობახიძე ბანდიტის განცხადება, ეს არის ბრიტანეთის ელჩი ასევე კობახიძე ბანდიტის განცხადება, საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვიქნება ცალკეული პროექტები, მარიამ ქრივიშვილის განცხადება, კახარიას მოკითხეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდესო, ეს უთქვამს ტრამპს, როგორც სხვა კონტექსტში, მაღალი ალბათობით, ირაკლი კობახიძე BBC რეპორტაჟზე და ასე შემდეგ. საქართველოს გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ვინც რაც არ უნდა თქვას, ამას ღიად გეუბნებით და თუ ალიანსის წევრი ვერ გახდება საქართველოს, უსაფრთხოების იმ გარანტიებს მიიღებს, რომლებიც კობახიძისთვის რეალურად საფრთხის და არა მხოლოდ კობახიძისთვის საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავხდებით რაღაცა დიდი ორგანიზაციის წევრები, ან ორმხრივ სათანადო ურთიერთობას დავამყარებთ, ასე მაგალითად შეერთებულ შტატებთან, ბანდიტებს გამოიყვანენ, მეთქი ასე ვიტყვი, ყურში მოჰკიდებენ ხელს, მიაყენებენ კედელთან და სულაც არ დახრეტენ, აქვე გეტყვით, არამედ ეტყვიან, რომ ისინი ბანდიტები იყვნენ ამ ქვეყნის მტრები და არიან და ქართული საზოგადოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად რასაკვირველია მათ არც არაფერს აპატიებს. ელოდეთ ირაკლი კობახიძეს ყვითელ კედელთან. ნახვამდის.